საქართველოში ვითარება გაუარესებულია. გუშინ 130 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ქართველი ხალხი საქართველოს დედაქალაქ თბილისში რუსთაველის გამზირზე განაგრძობს პროტესტს. მოსახლეობა მართავს საპროტესტო აქციებს მმართველი პარტიის ქართული ოცნების წინააღმდეგ, მიუხედავად ძალადობისა და რეპრესიებისა. ასობით ჟურნალისტი და დემონსტრანტი ნაცემია, თუმცა ერთი სამართალდამცველიც კი არ იქნა პასუხისგებაში მიცემული, რაც აჩენს საფუძვლიან კითხვას, ვინ დგას ძალადობის უკან. ბოლო პერიოდში მმართველმა პარტიამ წარმოადგინა ახალი დადგენილება არჩევნების სადამკვირვებლო პროცესთან დაკავშირებით. ევროპის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არსებული კრიზისის განმუხტვის გარეშე ვერ ჩატარდება. როგორც ჩვენმა ასამბლეამ ამ წლის იანვარში აღნიშნა, ახალი სამართლიანი არჩევნები არის წინსვლის ერთადერთი გზა. ამას უნდა მოჰყვეს რეპრესიების დასრულება და ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება. სამოქალაქო საზოგადოება განაგრძობს წინააღმდეგობის გაწევას დემოკრატიული უკუსლისთვის. საზოგადოება განაგრძობს ქუჩის პროტესტს უნგრეთიდან საქართველომდე, სერბეთიდან სლოვაკეთსა და თურქეთამდე. რას მოითხოვენ ისინი? ისინი არ მოითხოვენ ეკონომიკურ პრივილეგიებს, არ მოითხოვენ სოციალურ სარგებელს. მათ სურთ იმ ღირებულებების პატივისცემა, რომელზედაც დაფუძნებულია ეს ორგანიზაცია. ესენია ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა. მათ სურთ, რომ გავიგონოთ მათი ხმა. ევროპული საბჭო დაფუძნებული როგორც დიპლომატიური და პოლიტიკური ასამბლეა. ამიტომ აქ თითოეული ჩვენგანი დიალოგისთვის იმყოფება. არავინ აიძულებს ქვეყნებს გახდნენ ევროპული საბჭოს წევრები, თუმცა თუ ამ გზას აირჩევენ, მათ პატივი უნდა სცენ ჩვენს სტანდარტებს. ჩვენ გვესმის კოლეგების, რომლებიც ამბობენ, რომ უნდა ვაწარმოოთ დიალოგი ყველა ქვეყანასთან, მაგრამ ვინ დაელაპარაკება ამ ქვეყნების მოსახლეობას, როცა მთავრობები მათ არაფრად აგდებენ. უნდა დაველოდოთ, როდის შეწყდება პროდემოკრატიული პროტესტები და განვაახლოთ საუბრები იმ მთავრობებთან, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში უგულებელ ყოფენ ხალხს.